გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. მოკლედ სამართალი, დათქვამი რომ არის ურმით მოცოცავსო, აი მართლაც რომ სამართალი ურმით მოცოცავდა და დღეს უკვე ამ ურემმა დაიწყო სწრაფად მოქმედება. სამართლიანობის აღდგენის კომისია, რომელიც დღეს მუშაობს და ის აქტიურად არის ჩაბმული ამ პროცესებში და მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საკითხის ეხება სააკაშვილის რეჟიმის როლს, ჩადენილ დანაშაულებებს, თავიდან ბოლომდე იყვეს გამოკვეთილი, გამოვლინებული და შესაბამისად დაიდოს დასვენები, ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც დღეს მიდიან სამართლიანობის კომისიაზე და ისინი ყვებიან იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაშიდაც ისინი იმყოფებოდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს, თუ როგორ ესე იგი მათ აპატიმრებდნენ, როგორ აწამებდნენ, თუ როგორ აკოტრებდა ხაზარაზე TBC ბანკის ხელმძღვანელი ბიზნესმენებს, ეს არის სასწაული რაღაც. ალბათ თქვენ არ დაიჯერებდით მას რაღაც გარკვეული ინფორმაციები რომ მიგიღოთ, აიგე ვიღაციდან და მოგესმინათ, მაგრამ უკვე კონკრეტულ ადამიანებს უსმენთ. უკვე კონკრეტული ადამიანები მყვებიან იმ ჯოჯოხეთური ცხოვრებას, რომელიც ჯოჯოხეთური ცხოვრებას სააკაშვილმა თავის ძროზე შეუდგა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. და დღეს მართლაც რომ კომისია მუშაობს პროფესიონალ დონეზე. დაიკითხენ სამხედროები, დაიკითხენ დაზარალებულები, დაიკითხნენ ის ბიზნესმენები, რომლებმაც დაკარგეს თავის ძროზე ქონებები. იკითხებიან დღეს კიდევ ის ადამიანები, რომელი ადამიანებსაც აწამებდნენ ციხეებზე და კვლავ ესე იგი დაბარებული არის ყველა ის ადამიანები, რომელმა ადამიანებს იგრძნეს და გაიარეს ეს ჯოჯოხეთური გზები და სხვათა შორის პირადად მეც ვარ დაბარებული ამ კომისიაზე და ალბათ მომიწევს იქ ახსნა გამარჯვების მიცემა თუ რა გააკეთა სააკაშვილმა პირადად ჩემთან მიმართებაში და ჩემ ოჯახთან მიმართებაში. ეს აუცილებლად იქნება ეს საკითხები და ამავდროულად დაბარებული არიან კიდევ სამხედრო სპეციალისტები, რომელნაც სამხედრო სპეციალისტებმაც იციან თუ როგორ გადაყიდა სააკაშვილმა და მისმა ბიძამ იარაღი სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე დღეს საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი ჯუმბერ თავარდქილაძე. ბატონო ჯუმბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისათვის. ბატონო ჯუმბერ, სამართლიანობის კომისია, საპარლამენტო კომისია, რომელმაც აღადგინოს ქვეყანაში სამართლიანობა, ეს თითქმის უკვე ურკვირაზე მეტია რაც მუშაობს, ხო? და ხედავთ, უკვე რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადაედგა ამასთან დაკავშირებით და მოლოდისაც კი გადააჭარბა მათმა ამ მუშაობის ეფექტიანობა. რა სიტყვით და როგორ შეაფასებთ თქვენ ამ კომისიის მუშაობას და შესაბამისად შემდგომ რა იქნება, რა გაგრძელება იქნება აი ამ კომისიის დასკვნებს, რომელიც დასკვნების საფუძველზეც უკვე საქართველოს მოსახლეობა მართლაც რეალურად დაინახავს იმ სისხლიანი რეჟიმის მიერ შექმნილ სურათს, რომელიც ესე იგი თავის ძროზე ხდებოდა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში მოგესალმება ნოტრს და მოგესალმება ჩვენს ტელემაყურებლებს. მე სიმართლე გითხრა შოკირებული ვარ, რასაც კომისიის სხდომებზე ჩვენ თანამოქალაქეები საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მე იმ პერიოდში აქტიურ პოლიტიკაში ვიყავდი, შიგნით ვრიალებდი, ჩემთვისაც შოკის მომგვრელია ის ფაქტები და რამდენი ფაქტი არ ვცოდნია ახლა. როცა მე ამ კომისიის მუშაობას ვხედავ და ვუსმენ, იმის 10% არ ვიცოდი, რასაც ის ხელისუფლება, კრიმინალური ხელისუფლება ჩასდიოდა. ბუნებრივია, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან. ამ კომისიამ პრინციპში უნდა აღადგინოს სამართლიანობა რა გაგებით. რა თქმა უნდა, იმ ჩახუცილ ადამიანებს ჩვენ ვერ გავიცოცხლებს ვერავინ, იმ დაზარებულებს არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ თუ რაღაცა ფორმით ხაზარაძისნაირ კრიმინალებს უკან წაართმევენ ამ ქონებაზე დაუბრუნები, რა თქმა უნდა, კარგია იქნება. მაგრამ აქ მთავარი ერთია, მთავარია რომ სისტემა უნდა გასამართლდეს. კი. ჩემთვის ეხლა რომელიმე კონკრეტული პიროვნების დასჯა აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პირადად. თუმცა ღირსნი არიან და უნდა დაისაჯონ, მაგრამ აქ მთავარია რომ სისტემა გასამართლდეს და რატომ? 1990 წლიდან ჩვენ დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არც ერთი ხელისუფლების სისტემა არ გასამართლებულა. აი ამიტომაც უშვებდნენ ხელისუფლებაში მოსული ხალხის შეცდომებს. კი ბატონო. ეხლა რო სისტემა
გასამართლდება და ეხლა რომ ის თავის საკადრიც მიიღებს, შემდგომი ხელისუფლებებიც უკვე ეცოდინებათ, რომ მათი წასვლის შემდგომ ანალოგიურად მოხდება მათი გასამართლება, თუ ისინი დააშავებენ ერისა და ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება რა უნდა მოხდეს, პირველ რიგში გითხარით, უნდა მოხდეს სისტემის გასამართლება და მეორედ, რა თქმა უნდა, ძიმე დანაშაულებებზე უნდა აღიძროს სისხლის სამართლის საქმე და ყველა პიროვნება უნდა მიეცეს სისხლის პასუხისგებლობაში და მათ უნდა აგონ პასუხი ეს მამუკა ხაზარაძე იქნება, პეტრე იქნება, პავლე იქნება, ჯობერტა ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, ის პირველი პირები უნდა მოხდეს მათი გასამართლება და მათი დასჯა უნდა მოხდეს კანონის მიხედვით. არა ისე როგორც სააკაშვილი სჯიდა ხოლმე. არა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა შესრულოს კანონის ფარგლებში გაასამართლოს, მიუსაჯოს და იმ ადამიანებმა მოიხადონ მათზე დაკისრებული ის სასჯელი, რასაც ჩვენი სასამართლო გადაწყვეტს და დააკისრებს მათ. ბატონო ჯუმბერ, ისიც რა არის ახლა ნახეთ მე როარ შეგეკითხოთ არ შემიძლია, იმიტომ რომ თვითონ თქვენც იგრძენით და თქვენმა პარტიამაც და თქვენმა პარტიის ლიდერმაც იგრძნო ის რეჟიმის პრაქტიკულად კობა დავითაშვილი ხო მაგას დავითაშვილი სააკაშვილის რაცაც ესე იგი თქვენი მეგობარი იყო კობა დავითაშვილი და ძალიან ახლოს იყავით მეგობარი არის და ოჯახთან და მთელი ეს ერთად მოდიოდით მთელი ეს ცხოვრება და ბრძოლობდით იმისათვის რომ რაღაც გარკვეული თქვენი სიკეთე დაგეტოვებიათ ამ ქვეყანაში ხო მაგრამ გამოჩნდა ეს ავასახსენებელი სააკაშვილი ეს მართლაც ვამპირი კაცი ჭამია და კობა დავითაშვილი ცემეს მაგისის შეკვეთით და იმ ცემის საფუძველზე ადამიანი დაინვალდა და გარდაეცვალა და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით ალბათ აუცილებელიც არის რომ კობა დავითაშვილის ოჯახი დაეკითხოს იმიტომ რომ ფაქტი არის რომ და ეს ხომ ასეც მოხდა რომ ადამიანი მოსაკლავად გაიმეტეს და სადაც გზაში იმაში გადააგდეს ხევში გადააგდეს მე მგონი და მე აღმოჩნდა გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი არა გორის მაგ სიტუაციას მე გიხვით პრაქტიკულად კობა დავითაშვილი უკვე უნდა მოეკლათ გორის ჰოსპიტალში, იმიტომ რომ ჩაკეტილი სისტემა იყო და თითქოს ოპერაცია უნდა შესწირო. თუმცა მანამდე კობა დავითაშვილს კილერი დაუქირავეს, უნდა მოეკლათ, მაშინ მეზობელი დაიჭრა, ორხელ ჩვენ საბურავად. ეს ყველაფერი სააკაშვილის გადამოდი. ორჯერ მე და მას ერთად ვიყავით ავტომობილში, სამოხრუჭე შლანის მილები გადაგვიჭრეს და ორჯერ სიკვდილს გადაურჩიეთ. და 2007 წლის 7 ნოემბერს პრაქტიკულად დავითაშვილი სააკაშვილის ხელით უკვე მკვდარი იყო. თუმცა სიკვდილის ბოლო მან თქვა, რომ ყველას ვაპატევ გარდა სააკაშვილისას რა. ანუ ის ვერ პატიობდა სააკაშვილს, იმიტომ რომ პირველ რიგში ის რომ შვილის ნათლია იყო ეს ნაძირალა არაკაცი და მაგას არ იცოდა ნათლიანობა არ იცოდა. მეორე რიგში მინდა გითხრა რომ კობა დავითაშვილი რო არა ის ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ამას ვერ პატიობდა სააკაშვილი ბოლომდე ვერ პატიობდა. კობა დავითაშვილი იმ დროინდელი ნაწილობრივი მოძრაობის მოზგი იყო, ჭკვა იყო. უბრალოდ ჭკვა იყო, როგორ გითხრათ, არ ვიცი. და კიდე გამომდინარე ის სააკაშვილს არასოდეს არ უყვარდა მასზე ჭკვიანი ადამიანები. ყოველთვის გვერდიდან იცილებდა მასზე ჭკვიანს. იმიტომ რომ მასზე ჭკვიანი არავინ არ უნდა ყოფილიყო მის გვერდით, რომ არ გამოჩენილიყო ის ადამიანი. ეს არის. და რაც შეეხება ახლა ოჯახის დაკითხვას, ოჯახი რამოდენიმე ჯერ იქნა. ოჯახს თქვენ უნდა დაიკითხოთ, ხო? მე სხვათა შორის არა ვარ დაკითხული. უნდა დაიკითხოთ თქვენ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არასათანადოდ არის კობა დავითაშვილის საქმე გამოძიებული. და აგერ მიმართავ კომისიის წევრებს, ქალბატონ წულუკიანს მიმართავ, რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს განმეორებით, გთხოვთ, მოგმართავთ თხოვნით, როგორც მეგობარი, მეგობრის კლუბაზე უნდა დაუბრუნდეთ ამ თემას და ეს საკითხი ხელახლა უნდა იქნას გამოძიებული. მე ზადავარ, რაც ჩემს რეალობაში მე ვიცი, ყველა კითხვაზე პასუხი გავცე და რამდენჯერ აპირებდნენ დავითაშვილის სიკვდილს, რამდენჯერ მუხრუჭები გადაგვიჭრეს, არის იქ სხვა თემებიც. და სხვათა შორის კობა დავითაშვილი გადაარჩინა ნინო ბურჯანაძემ. და როგორ? კობას ერთ-ერთი ნათესავი მუშაობდა გორის ჰოსპიტალში. მან
არ ვიცი როგორი ვაჟკაცობის საფუძველზე ინგას მის მეუღლეს მესიჯით აცნობა რომ კობა ცოცხალი იყო ქალბატონმა ინგამ დაურეკას გურჯანაძეს და უთხრა რომ ჩემი ქმარი იქ არის ცოცხალია და რო რამე მოვიდეს შენ ხარ პასუხისმგებელი და როგორც ჩემთვის ცნობილია მე უკვე გურჯანაძემ ატეხა კებირწიული სააგაშვილთან და ასე გადარჩა დავითაშვილი თორე ის იქიდან ცოცხალს ვერ გამოიყვანდა მოკლედ ესე იგი ნახეთ ახლა სააკაშვილი იმ დროს ახლა კობა წარმოედგინეთ თქვენ ნათლია მირონები არიან ნათლია მირონის წინააღმდეგ რო ასეთ ქმედებებს გააკეთებს ადამიანი და მას ხო ახლა მას გაწირავს სასიკვდილოდ ხო თქვენთვის არ იყოს სხვათა მიმართ თქვენთან ჩემთან მიმართებაში და ჩვენ არ ადამიანთან მიმართებაში როგორი ის იქნებოდა დაუნდობელი ეს ადამიანი ხო და არათუ მარტო ის, არამედ დღესაც რომ არიან, ახლა აგერ და თავწამოყოფილები რომ არიან ეს პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ეგ რომლებიც სააკაშვილის უბეში გამოიჩეკლენ და ეხლა უნდათ რომ თითქოს და ესენი მამა აბრამის ბატკანები იყვნენ, ხო? და ამ ადამიანებმა ხომ უნდა აგვონ პასუხი ყველაფერზე აბსოლუტურად და ყველანაირი ესე იგი თანამონაწილეები ხომ არიან კაცო ამ სისხლიანი რეჟიმის და ამ სისხლიანი დანაშაულებების, რომელიც გუნდური პრინციპით ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს იყო სისტემა და ეს არის სექტა. ეს არ არის აიმე ჯგუფი, ეს არის სექტა. სექტა რომელიც დაავერბოქა სისხლი გადაუსხოს ოროსის ფონდმა. მოწამეს. ამ ადამიანებში არ არის ადამიანური არანაირი არაფერი არ არის და დარწმუნებული ვარ სისხლიც უკვე აღარ არის მათ. იმიტომ რომ ის რაც მათ ჩაიდინეს ამას ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ ჩაიდინდა. გამორიცხული. აი 2008 წელს ჩემი ორი ძმა დაიჭირა. 4 მამიდაშვილი დაიჭირა, 2 ძმაკაცი დაიჭირა იმის გამო რომ მე კანდიდატი ვიყავი ქალაქ ბათუმში და იცოდა რომ მე მოვიგებდი, იგებდი. წარმოედგინეთ თქვენ. და პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევა, როცა არც ერთ პოლიციელს ფორმა არ ეცვა. და მათ შორის არავინ არ იყო პოლიციელი. ესე იგი, აი ასეთ რაღაცებს ჩასდიოდა ეს ადამიანი და ეხლა მის სისტემაში ნამუშევარი ადამიანი როგორ იქნება კარგი და როგორ შეიძლება ადამიანები არ იცვლებიან ზოგადად. მე მაგ კაცი იბადება კაცად ან არაკაცად. თუ არაკაცად დაებადა ადამიანი, მთელი ცხოვრება არაკაცი იქნება. თუ კაცად დაებადება ადამიანი, მთელი ცხოვრება კაცი. ეს ადამიანი დაებადა და ეს ამ მის სექტა დაებადნენ არაკაცები, ესენი მუდამ დარჩებიან არაკაცებად. მათი შესვლა უფალსაც არ შეუძლია. როგორიც არ უნდა მოინანიონ, რა უნდა მოინანიონ, კაცო, შავაძის კლუბმა უნდა მოინანიონ, თუ რომელი ერთი თქვა. აბა ეგა თქვი. რომელი ერთი თქვა, რომელი უნდა მოინანიონ? გიბრლიანი უნდა მოინანიონ, თუ რობაქიძე, რომელი? ბათუმში რო ზღვაში ჩაყარეს, ხო, რომელი? ცინდელიანი ზღვაში ჩააგდეს და დედაცხედარის კი არა. აი ბატონო, აი არის რაღაც ცოდვები რომლის მონანიებაც გიაკრიალაშვილი ბიჭო ხო ბაშკაცი ბიჭი დამსახურებული სამხედრო აბა გიაკრიალაშვილი და ესე რომ დახვით სერგო თეთრაძე ციხეში რომ მოკლეს კაცო რამდენიეთი კობა დუმბაძე გენერალი მოსკოვში ამათ მომოკლეს დამა ისა რომან დუმბაძე ამათ მომოკლეს მოსკოვში და ეგ რამდენიეთი ბატონო ჯუმბე რამდენიეთი და კიდევ რამდენიეთი ჩამოთვალოთ ხო და მე მოვაწოდებ კომისიას რომ პირველ რიგში იყავით ღმერთს წინაშე მართალი და ყოველას მიუძღავით ის რა დამსახურებაც აქვთ. ახლა რა ხდება ეცე ნახეთ კომისიას, რასაც მე ეხლა დაწყების დღიდან ვადევნებ მე თვალყურს. მე ერთი კომისიის ხდომა არ გამომწვევია. დაწყების დღიდან ვადევნებ თვალყურს კომისიას მე და სხვათა შორის სულ დეტალებში მიდის ყველაფერი აბსოლუტურად და კომისიის მხრიდან ეხლა წარმოედგინეთ ადამიანი რო შედის კომისიას ისეთი ატმოსფერო შექმნილი ხო ვერ იგზნობ რომ შენ იქ ვიღაცა უნდა რა გკითხოს ხო ისეთი მდგომარეობა აქვს შექმნილი თვითონ კომისიას სიტყვა შეგეცილები კომისიის თითოეულმა წევრმა თითოეულ წევრს ძალიან კარგად აქვს საქმეები შესწავლილი. რა თქმა უნდა, ვისაც კითხავ. დეტალურად შესწავლილი. ასე რომ იქ ეხლა ცდომილება არ ამგონია რამეში იყოს აბსოლუტურად და ან ვიღაცას რაღაცა დააბრალო. ხო, მამის კვლელები არ ეყურებიან და ადამიანურად გასაუბრებიან და ეხლა ამ წულუკიანს აბულინგდებენ, ახლა ამ დროს ის წულუკიანი სიმართლე არ მოწონთ, გაიგე და იმიტომ აბულინგებენ, გაიგე. წულუკიანს ვინმე ვერ დაალოდი. ხო, არა, ესენი ეხლა ეს სექტანტები ხო იცი? ხო ვიცი ეხლა ეს ამათი ისა, ხო? ეხლა ესა იქე დააბულინგებს წულუკიანს რო დაჭერს. ხაზარაზე ეხლა მოდი მათ დონეზე არ დაუბრალო. ხო, რა თქმა უნდა და ძალიან გაწონსორებული ადამიანი არის და ძალიან კარგად მიყვება ყველაფერს. ხაზარაძე რომელიც აიძახეს რომ
მე არ მივალო და არ ცნობო და არ აუყადრებ მაგ კომისიას თავსო. დღეს შეუფარდეს მე მგონი, ხო, ის 50000 კითხვა ისმის, რატომ არ მიდის? ხო, 50000 ლარი შეუფარდეს გირაოს წესით, ახლა მაგას, ხო? ანუ ესე იგი, ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლებლივი ესე იგი პასუხისმგებლობა დგება უკვე და დევნა დაიწყო უკვე, ხო? ეს ასე არის, ხო? ამ შემთხვევაში ახლა ეს ამბობს, რომ მაინც არ მივალ მე ამ კომისიაზეო. არ მივალ ამ კომისიაზეო და თუ მართალი კაცი არის ის, აი თუ მართალი კაცი არის. მართალი კაცი ხო იცი, არაფერს არ გეშენია აბსოლუტურად. შენ გინდა ლეგიტიმური ჩათვალე ის, გინდა არა ლეგიტიმური ჩათვალე, ხო? ვიღაცა როგე აი უფრო დავიღოთ, აი ვიღაცა აი ამ ქუჩაში რაღაცას გეუნება, ხო? და შენთვის მიუღებელი ადამიანია ის, მაგრამ რაღაცა შენზე თქვა, ხო? შენ ხო უნდა გაარკვიო ის, მაინც ყოველ შემთხვევაში შენ რატო თქვი ეს ჩემზე, ხო? ბიჭო, რატო არ მიდის იქ და ეს ამდენი დაზარალებული ადამიანები რო გამოდიან მაგის მიერ და თან ეს ადამიანები დოკუმენტალურად ამბობენ სულ ყველაფერს, მტკიცებულებების იმაზე ამბობენ. რატომ არ მიდის იქ და რატომ არ ემაშობა ადლებს ჩვენებას ამ კომისიას და შესაძლებელია თუ არის თუ არა ის აღმოჩნდეს გისოვსეთ მიღმა. ბატონო ტრიცან. მამუკა ხაზარაძის უღირს 2-3 წელი ციხეში ყოფნა. ოღონდ საჯაროდ თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა რომ საზოგადოება მიცის ხვალ იკითხება საჯაროდ მამუკა ხაზარაძე. დარწმუნებული ხარ? მე ვარ დარწმუნებული, მოძრაობა გაჩერდება საქართველოში, მოძრაობაც კი გაჩერდება, ვისაც რადიოში მოსმენის საშუალება არ აქვს. იმდენათი დიდი ინტერესია მის მიმართ, რომ მეტი არ შეიძლება და მთელი საქართველო გაიგებს რა ნაგავიც იყო და როგორ სააკაშვილის ხელით მისი ძალაუფლებით ართმევდა ხალხს ქონებას, ხო? ამის გამხელას არ ურჩევნია 2 წელი ციხეში იჯდეს? რა თქმა უნდა უღირს იმას, ის 50000 და 2 წელი რო ჩაჯდეს ციხეში. ეს უღირს მას. ოღონდ სიმართლე არ გაიგო საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ის არ იცის, რომ ის პროკურატურაში რო დაეკითხება და ეს ყველაფერი დაიდება. ის მოინახება ხალხი რომ გასაჯაროდება. ან რატომ უნდა იყოს დამანული? და ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენია ახლა ხაზარაძე მივა და იქ მის მიერ დაზარალებულ საზოგადოებას დაუჯდება ეგ და სიმართლეს იტყვის. ბუნებრივია ის ყველა ქონებაზეც მზად არის ჩადოს გირაოში და 2 წელი ციხეში და ჩაჯდეს ურჩევნია ვიდრე სიმართლე ის. ეს არის მიზანი. ეს რა თქმა უნდა სიმართლეს გარკვევას ურჩევნია მას ის შეშეს რა თქმა უნდა. ნახეთ ახლა ბატონო ისა ჯუმბერ მის მიერ ჩადენ დანაშაულებებს გაურბის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ეს არ გახდეს ცნობილი. და იქ რაიმე ზედმეტი არაფერი არ იქნება, იქნება ყველა დეტალი დამუშავებული, არგუმენტებული, დოკუმენტალურად მომზადებული მოქალაქეები მივლენ იქ. და რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძე არ მივა, არც ჯაბარიძე არ მივა. ამ ხალხს უზის, თითქოს და აი გონიათ რომ მათი სიბინძურები საზოგადოებამ არ ვიცით. მაგრამ იქ გაშავებას ურჩევნია ციხეში წავიდეს. ეხლა ნახეთ კომისიამ ძალიან სერიოზული საკითხი წამოწია ამ 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? ბოლო-ბოლო რაღაც ხოლმე გაირკვეს. ამათმა რა გააკეთეს ახლა ნახეთ აი ამ სექტანტურმა მხარემ, ხო? ამ მტერმა, საქართველოს მტრებმა, ხო? ესე იგი, აქ არის საუბარი რაზე ის? აქ არის საუბარი პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე და არა სამხედროებზე. ჩვენ აი არა ჩვენზე. მე ახლა პირდაპირ მინდა გითხრათ ვიფასო ტელემაყურებლებო და იმ ადამიანებს მინდა უთხრა პირდაპირ რომ ეხლა რო გინდათ ააგოროთო თითქოს სამხედროებს ზიანო, არავინ ჩვენ არ გძიეს. ჩვენი საქმე გავაკეთეთ 92 წელშიდაც და 2008 წელსაც, როდესაც ამ სააკაშვილმა, ავად სახსენელმა სააკაშვილმა მოახდინა ამ ომის პროვოცირება და შესაბამისად სამხედროები ჩვენ საქმეებს არ გაგვაკარა. აქ საქმეა იმაში რომ იყო თუ არა პოლიტიკური ჩარევა და პოლიტიკური ლიდერები სამხედრო საკითხებში. რა თქმა უნდა იყო და ფაქტიურად მათმა წაიღეს ეს ყველაფერი. ბატონო ტრისტან, საქმე რა შეიცი? 2008 წლის ომის პერიოდში სამხედრო პიროვნებები ვერ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. ერთ ერთი. გიგი უგულავა, გივით არგამაძე, ბოკერია, ვანო მერაბიში. აი თითქოს და ნაპოლეონები იყვნენ და ისინი ღებულობდნენ კი ბატონო გადაწყვეტილებებს.
აი იმიტომ იყო ის რაც უბედურობა დატრიალდა და იმდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რამდენი სამხედრო დაიღუპა იმის გამო რომ მეთაურობა მიატოვონ და გაიქცენ. იმიტომ ვეღარ გაიგო ის მეთაურმა ვისი ბრძანება შეესრულებია გია უგულავასი, ბოკერიასი, მერაბიშვილის თუ ვისი. თუ საგაშვილის. ერთ-ერთი სოფლის გამგებელი საუბრობს, ახლა დაკითხეს და მე მოусვინე იმას თავიდან ბოლომდე. ესენი ხომ იძახიან რომ ახლა იქ თავის თავაცხადი არის წინასწარ პროვოკაციები იყო რომ ეს კონფლიქტი გაღვივებულიყო. გაიგეთ, აშია საქმე. პროვოკაცია ყოველთვის ხო, იყო, ყოველთვის იყო, მაგრამ მისი განაეტრალება ხდებოდა, გასა. რა თქმა უნდა. მისი განაეტრალება ხდებოდა. იმ ადამიანმა ხა ისეთ რაღაცეები მნიშვნელოვანი საკითხები თქვა, მეო კოკოითის მასამ მქონდა ურთიერთობები, მივიდიოდი, სოფლის გამგებელი, იქ ორი სოფლის გამგებელი. ხშირ შემთხვევაში ტექნიკას მინათხოვრებიაო, ყაყანების მოსახნაო. მე ჩავდიოდი ხო. ხა წარმოვიდგინეთ რომ რა დონეზე იყო უკვე ისე იგი მდგომარეობა შერბილებული, გამთვარი და ურთიერთობების აღდგენა, ხო და მთლიანობაში გზაც გაიხსნა. ბატონო ტრისტა, ერგნეთის ბაზრობა რო არ დაეხურა ამ ნაძირელას. მე პირადად სამჯერ ვიყავი ჩასული. სამჯერ ვიყავი ჩასული. პურიც ვჭამე ნაცნობებიც გავიჩინე და ასე შემდეგ. ხო და არანაირი დამკოლება არ ქონდა. ანუ ეს სახალხო დიპლომატია იმუშავა ძალიან უმაღლეს დონეზე. ოსეთი იყო სამცხე ისა დაბრუნებული იყო. ოსეთი იყო დაბრუნებული. უკვე მისვლა მოსვლა იყო ბათუმში ჩამოდიოდნენ ჩემთან. მისვლა მოსვლა უკვე შერიგებული ვიყავთ საზოგადოებაში. თქვენ ხო გახსოვთ რომ შევარდნაძის დროსაც იყო ეს პროვოკაციები. კი, როგორ არა. არა სიძლიერე რაში აიცი? სიძლიერე იმაში მდგომარეობს რომ შენ პროვოკაციას არ წამოეგო. განთავისუფლე იმ წუთს დაიწყო პროვოკაციები, გამოახდინე ჩემი მოქალაქეების ევაკუაცია და შენ არ ხშები ვის ებრძოლები. მთელი მსოფლიოებისთვის და ვერ უგებს და შენ უნდა მოუგო რუსეთს? ვითომ შეიძლება იმ ესე იგი გაღვივებული კერების ლოკალიზება, რომელიც ესე იგი კერების დუმილით. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლავირებებით. აბსოლუტურად დუმილით. კი. ხშირად არის რა თქვა მე ერთი ფრაზა რომ დუმილი ოქროს ფასი. დუმილი ოქროს ფასია. მაგრამ ეს აწყობდა სააკაშვილს. აწყობდა ეს მის გუნდს. აწყობდა ეს ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებს რომ დაინახეს და შეხედეს და გაკეთდა. ხო არ გავიწყდება სააკაშვილის ვიზა ვინ არის? თემურალასანია. არა. გაეროში განიარაღების ის იყო ერთ-ერთი კომისიის ხელმძღვანელი. და კიდე მანამდე მაშინ მუშაობდა რუსეთის იმაში, ფსბ-ში მუშაობდა. გაგახარებს ღმერთი? ხო. ანუ რისი თქმა მინდა მიხდი? დიახ. ბიძამისის ხელით რუსეთის კგბ-მ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროვოკაცია მოახდინა. იმის გამო ბაზები დაეკანონებინა. რუსეთის სურვილი იყო არა ოსეთის წაღება, არამედ ოსეთში ბაზების დაკანონება და აფხაზეთში ბაზების დაკანონება. გასაგებია, მაგრამ ახლა ნახეთ რა ხდება რუსებმა იგიც შემოგთავაზეს ჩვენ თავის დროზე, რომ ბათუმში უნდა შექმნილიყო ანტიტერორისტული ბრიგადა, ხო გახსოვთ? კი, და ამან თავი მოიგო. ერთობლივი და სხვათაშორის ძალიან ესე იგი ეს იქნებოდა ჩვენთვის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი. თავდაცვითი მექანიზმი იქნებოდა და მით უმეტეს იქნებოდა რუსები შემაკავებელი და აფეთქებდა თურქული ფაქტორსაც უკვე კარგად გააკონტროლებდნენ, ხო? ეს ძალიან კარგი ის იყო, ეს პროექტი იყო, ეს იყო რუსულ-ქართული პროექტი, ერთობლივი პროექტი და სააკაშვილმა ეს დამარხა ეს პროექტი, გაიგეთ, აშია საქმე. ანუ ეს ყველაფერს აკეთებდა, რა ხე, ეს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ როგორმე უფრო დაძაბულ ჭრილში გადასულიყო რუსულ-ქართული ურთიერთობები. ამას აკეთებდა ყველაფერს. ბიჭო, დაგომისის ხელშეკრულება წინედო, ხო? და დაგომისის ხელშეკრულება ჩვენ კარგად ვიცნობთ, ხო? თუ იმ შემთხვევაში მხარეები და არღვევდნენ ამ ხელიმას რაღაცა ქვია შეთანხმებას და ცესლი გაიხსებოდა, ხო? ჩვენი მხრიდან ამ შემთხვევაში რუსეთს პირდაპირ ამ ხელშეკრულებაში უფლებამოსილი იყო დამატებით ძალები შემოეყვანა უკვე კონფლიქტის ზონაში, ხო? ეს ხო იცი შენ? მე ვიცი ბატონო ტრისტა, მაგრამ ჩვენ საზოგადოებამ სააკაშვილმა ხო იცოდა ეს? ჩვენმა საზოგადოებამ ერთი რამ არ იცის. ჩვენ რუსეთზე დიდი ოკუპანტი მეზობლების სხვა გვყავს. კი, და იმაზე მეტი საშიშროება გველოდება სხვისგან, ვიდრე რუსეთისგან. ეს თუ არ გავითავისებთ ჩვენ და თუ ჩვენ ეს ამ სიმართლეს თვალებში არ ჩავხედეთ, ჩვენ რუსეთი მონაგონი დაგვრჩება, იქეთ დაჩოქილი გავიქცევით და ვთხოვ დახმარებას რომ დაგვიხმარება. ესე იგი, გარდა იმისა, რომ 2008 წლის ომმა ფაქტიურად მთლიანად უკვე დამარხა მთელი ეს პროცესები, რომელი პროცესების საფუძველზე ხდებოდა ქართულ, ოსურ, აფხაზური ურთიერთობების დალაგება და რაღაც მშვიდობიან სახალხო დიპლომატია მშვიდობიან ჭრილში ეს დამარხა სამუდამოდ.
აქედან კიდევ მეტის გააკეთა ახალი ესე იგი ტოლვითა ნაკადი გვიქცია ქვეყანაში ხო ამავდროულად ის იარაღი დობა დაუკარგეთ დობა დაიკარგა და დღემდე უკვე რამ მდგომარეობაში ვარ თუ აღარ გენდობიან რამდენჯერ უნდა გენდოთ ხო აღარ გენდობიან მე მათავარ დარწმუნებულად უნდრისა რო არა 2008 წლის ავანტიურა სააკაშვილის ჩვენ ახლა ოსეთში კონსტიტუციურად აღდგენილი გვექნებოდა დალაგებული გვექნებოდა და აფხაზეთთან მიმოსვლა აღდგენილი იქნებოდა დარწმუნებულობაში იმიტომ სახალხო დიპლომატია იმაზე დიდი სახალხო დიპლომატიის ყოველთვის იმაზე დიდი ძალა ვიდრე ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალა გამიგე სახალხო დიპლომატიას პოლიტიკოსები წი ვეღარ უდგებიან იმიტომ ეს ხალხს გადაწყვეტილება და სახალხო დიპლომატია უკვე დაწყებული იყო და ეს იყო უკვე მაღალ ეშელონებში ასულიყო თვითონ ჩვენ საზოგადოებამ გავაკეთეთ ეს აგეთ ერგნადის ბაზრობა იქეთ იქ და იმისა გალის ბაზრობა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უკვე დალაგებული იყო მიდიოდა თავისი გზით მიდიოდა და ის აუცილებლად იმ ეკლესიასთან მეგვიყვანდა რომელ ეკლესიაზე ჩვენ ვოცნებობთ მაგრამ სააკაშვილო ყველაფერი მიზანი მავთულები გაამებია უკვე სად იყო როდის იყო ფული მავთულები გაამებია უკვე საზღვარი დაუკანონა 2008 წლის აგვისტოში დედამისმა რამდენი ქონება დააგრო ნახე მე წავეკითხე ლარად ეს ლარად უბრალოდ ის რო შეიწყიდა ვითომ სახელმწიფო ქონებები ხო გასმიდაშია საქმე არა რამდენი ნახეთ რამდენი მილიონია მეთქი იმის თქმა მინდა თორე ხო თვითონ ლარად არა ლარად შეიწყიდა კაცო მილიონები დააგრო აბა 2000 ძირითადად მაგება 2007-8 იშოვეს ფულები აგვისტოს ძირითადად ფული იშოვეს ომის იმ 4-5 დღეში აი ძირითადად მაშინ ის გრანტები რომელიც ჩამოვიდა დახმარება რო ჩამოვიდა მე შემდგომ ტოლინებად რო აქციეს ეს ხალხი იმაზე ფულები ჩამოვიდა ის წავიდა მერაბიშვილმა წაიღო 80% მიშამ ჩაიდო ჯიბეში და ბანომ ჩაიდო ის რაღაცა ის ქოხები რო გაუკეთეს გეტუები შეაშენეს გეტუები რო გაუშენეს ხალხს და არის ცხოვრება იქ და როგორ ცხოვრობს ის ხალხსაც უნდა ეხლა ნახეთ აი შეხედეთ რა ხდება 2008 წელი ხო ნახეთ ახლა ჩვენ რა იყო და როგორ იყო და თავიდან ბოლომდე მთელი ეს პროცესები ზუსტად სააკაშვილის ხუშტურებით აიწო სააკაშვილმა მოახდინა ომის პროვოცირება ეს ცალსახა არის ამაზე ნურავინ შეგვედაება ჩვენ გააკეთა ის რომ რუსეთი შემოსულიყო და შემოიყვანა და ბაზები დაეკანონა შემოიყვანა დამატებითი ძალები და დაეკანონა ეს გააკეთა სააკაშვილმა გააკეთა მეტიც კიდევ რომ აღიარებია რუსეთის ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეს გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა ელიტამ გუნდურად აი ამის გამო უნდა გასამართლოს მთლიანი სისტემა და მათ უნდა აეგრძალოს მინიმუმ 25 მათ კი არა მათ შთამომავლებსაც უნდა აეგრძალოს ყველას აბსოლუტურად ყველას შთამომავლობას უნდა აეგრძალოს პოლიტიკაში მოღვაწეობა მარტო მათ არა დიახ იმათ ის სისხლი გადასხმული აქვს უკვე მათ შთამომავლობას და ისინი საქართველოს კეთილდღეობისას არასოდეს ნაბიჯ არ გადადგა არა ეს უკვე მოწამულია დანარჩენი საქართველო მოწამულია და ხალხი ჩვენ მათთვის ვართ ნომერ პირველი მტერი კი იმიტომ გენებით გადასულია ეს კი ამიტომ მინიმუმ ორი თაობას უნდა აეგრძალოს პოლიტიკაში და საზოგადოებრივ მოღვაწეობა უნდა აეგრძალოთ გეთანხმებით ბატონო ჯუბრა ნახეთ ახლა აი 2008 წელი ეს უკვე კომპლექსურად ფლიანობაში დადგენილისა დამტკიცებული არის რომ ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ მთლიანად ამოყირებული მდგომარეობა რაც 2008-ში მივიღეთ ჩვენ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში ყველა ის ადამიანი რომელიც დაზარალებული არის სწორედ 2008 წელში და ის ადამიანი რომელიც არის დევნილი იქიდან და დაღუპული ეს არის მეგობრებო სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ყველაფერი და თუ მოეთხოვება პასუხი იმ ჩვენ გმირ ბიჭების ოჯახებს და ოჯახების მხრიდან მოეთხოვება პასუხი უნდა მოეთხოვოს ნაცსექტანტებს დღეს რომ იმას იყენებენ და ფარად რომ იყენებენ იმ ანწუხელიძეს იმას რა ნამუსით იყენებენ ფარად ბიჭო ანტუხელიძე ვერ გავიგე თვითონ მოკლეს ანტუხელიძე თვითონ მოკლეს კაცო იმიტომ რომ მათ ხალხ მონაწილეობა მიღებული ანტუხელიძის მკვლელობაში რადგან ის ბიჭი წავიდა მათი ბრძანებით ვაჟკაცურად სამხედრო კაცი იყო დაიბრძოლა ბოლომდე და იქ მერე თავის შეწირა ხო თავის შეწირა ქართულთაშოს არ დააჭირა ვისი ბრძანებით მოხდა ეს სააკაშვილის ბრძანებით მოხდა ხო სააკაშვილის პროვოცირებით მოხდა ეს ყველაფერი ხო ამიტომ ყველა მაგათ უნდა მოთხოვოთ ჩვენ პასუხი სწორედ ურთიერთობების გაფუჭებაზე ოსებთან აფხაზებთან და რუსებთან დამოუკიდებლობის აღიარებაზე ორი რეგიონის ასეც სააკაშვილს უნდა მოეთხოვოთ ნაცსექტას უნდა მოეთხოვოთ პასუხი და მთლიანობაში დღემდე რომ ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ ცხინვალთან და აფხაზეთთან მიმართებაში სწორედ ნაცსექტას უნდა მოეთხოვოთ პასუხი ესეც არ გვაკვარეს ჯუბერ ესეც არ გვაკვარეს და ეხლა ამ ბოლო დროს თქვენც ხართ ამის მომსწრე და მეც ვარ ამის მომსწრე თუ როგორ ცდილობდნენ ისინი
რომ საქართველოს ჩაეთიათ უკრაინასთან. ცდილობდნენ აპრილის ბოლოს მაისის შუარაცხებში მეორე ფრონტის გახსნაზე როგორც ცდილობდნენ და ესე იგი როგორ თავიდან ხომ გახსოვთ უკრაინული დროშების ფრიალი და რა იყო ბიჭო რა დავინახე ესე იგი არ არსებობდა ხე, ბოძი, სახლი, ავტომობილი Facebook-ზე შესაძლოა მიდოდა. ხო, ეს სულ უკრაინული დროშები და სლავა უკრაინა და მე ახლა მაგალითად 2008 წელს უკრაინაში ვერ ვნახე. მე ვერც ისა ტოლინები თავშესაფარებული. დღევანდელი პრეზიდენტი დაგვრცინდა კაცო. და დაგვრცინოდა ეს კლოუნი იყო. კლოუნი დაგვრცინოდა კაცო დღევანდელი. და ეს ახლა ესენი ცდილობდნენ რომ საქართველოში კლავ საქართველოში ესე იგი გაეხსნათ იგივე სიტუაცია რაც 2008-ში იყო და საქართველოს გაეჩანაგებეთ ამ პროვოკაციულ მიმართულებასთან დაკავშირებით, ამ პროვოკაციულ გეგმებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა და ესეც უნდა გამოიძიოს. რა თქმა უნდა, ახლა ეს კომისია, რადგან მას გაუგზავნდა იმუნიტეტი და გაუგზავნდა მასშტაბები, ანუ 2012-ის იქეთ, რა თქმა უნდა, ეს კომისიამ ამ თემებს უნდა შეეხოს და ძირფესვიანად უნდა გამოეხმაუროს და გამოიძიოს და ახლა რა ხდება უყურეთ? არავინ არ კითხულობს, რატო მაგალითად პრიბალტიკას ყოველთვის პირველ ფლანგზეა იმის გამო რომ რაღაც პროვოკაციაში ჩვენ მოგვაქციოს, იმიტომ რომ მას სურვილი არ აქვს თვითონ გადარჩენ, მათთან რაღაც პროვოკაცია აიცილოს პოლონეთსაც. იგივე სიტუაცია აქვს და ფინეთსაც იგივე სიტუაცია აქვს, რომ აი ჩვენ დაბალიღობე და ჩვენთან რაღაცა პროვოკაციას უკვე ახლა ამ ხელა მასშტაბით რუსეთში ხო ის არ არის რა ვერ გაუძლებს და რაღაცა. თუმცა ჩვენთან რა ორდღიანი საჭირო არ ჩამოვიდოდე კაცო. აგე რაკეტებია განლაგებული ცქენვარში და აფხაზეთში დამთავრების საკითხი იყო. პეხოტას საერთოდ არ გამოვიშვი. სახელმწიფო ოპერაციებსაც ჩაატარებდა. არც საჭიროდებოდა. კი, გეთანხმებით. აქედან გამომდინარე, ეხლა უყურე სასწაული რა არის? ფინეთის პრეზიდენტი გუში გამოვიდა და საზოგადოებას მოუწოდა ჩვენო ვერაფერს ვერ მოვახერხოთ რუსეთს ჩვენი ისა მეზობელია. უნდა მოებზოდოთ უკვე ფსიქოლოგიურად უნდა მოაწყოთ კარგი ურთიერთობები აღვადგინოთ. გეთანხმებით. ერთი თვის საქართველოს ხელისუფლებას ლანძღავდი და მოუწოდებდი რომ რუსეთთან ფლანგის გაეხსნა, ცეცხლი გაეხსნა და ეხლა შენ შესაძლებლობას მოუწოდებ რომ ბატონტრისთან თქვენ გახსოვთ მე რომ გთხოვეთ ერთხელ გადაცემა დავაარქიოთ კარგად მეთქე. მე ხო გითხარი? ყველაფერი მაქვს. დაჩოქილი მიჩოჩდებიან. მაქვს. ფინეთმა უკვე დაიწყო. მაქვს ეს თქვენი მოდრეკა დაიწყო უკვე ფინეთმა რუსეთთან. თქვენ ევროპაზე თქვით მაშინ. ევროპა არის ფინეთი. ხო, ვიცი, მაგრამ ევროპაზე თქვით. ხო. აგრა გამოვიდა პესკოვი და რა თქვა? დაიწყო ეტაპობრივად უკვე ევროპის იმა ქვეყნებმა. პესკოვმა რა დიპლომატიურად უპასუხა. ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა ვისაც სურვილი აქვს? კი ბატონო. კი ბატონო, მოდითო რა, სტანოგზეო რა. პირდაპირ ამის გაგება იყო რა. გერმანია უკვე მზადებას იწყებს იმისაც რომ ნორმალური ურთიერთობა ნატოს გენერალურმა დივანმა გამოვიდა თქვა რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპამ აუცილებლად უნდა დაასტაბილოს რუსეთთან ურთიერთობა. ეხლა უყურე რო არ მოსულიყო ეს კაცი ტრამპი. ეხლა უყურე მთელი ამდენი წლების განმავლობაში იყო რამოდენიმე გენდერი. სქესი იყო რამოდენიმე რა. მოვიდა ეს კაცი. ერთი ბრძანება გამოსა და უკვე სქესი არის ორი უკვე. ქალი და მამაკაცია. დალაგდა ყველაფერი. ხო, უცებ დალაგდა რა. ამდენი წლების განმავლობაში საზოგადოების გახსნა მიმდინარებოდა ის მიმდინარეობდა. შორის რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მაგას არის ახოთა კაცო არის ორი სქესი. კი ბატონო. არის დედა არის მამა. ხო, რის თქმა მინდა. ეხლა უყურე, აღარც ევროპაში ისმის სადმე ეს გეი პარადები და რაღაც მოკლა ერთი ბრძანებით უკვე всё გაითიშა. ეხლა უყურე, ბიჭო, ეს კაცი რო არ მოსულიყო, რამდენ ხანს აპირებდნენ? ეხლა ბევრი მეგობარი ყავს ევროპაში. და უკვე წამოსვლას აპირებენ, რატომ? გაძვირდა აბსოლუტურად ყველაფერი. უკვე აუტანელი გახდა იქ ყოფა. აი თვიდან თვემდის ძლივს გაგვაქვს ყოველ შემთხვევაში ჩემი მეგობრები ასე მეუბნებიან. მე არ ყოფილ ვარ დიდი ხანი და არ ვიცი. რისი თქმა მინდა? ევროპა რო რუსეთის რესურსების გარეშე ვერ იარსებობს. გეთანხმებით. ამაში ორი აზრი არ არსებობს. და რამდენი ხანი უნდა გაეტანა ევროპას? რა თქმა უნდა, მე ვთქვი, ამ შემოდგომაზე მუხლდა ჩოქილი მივა. ჩემთან გადაცემაში ხო, როგორც ფინეთი მივიდა ეხლა. ისე მივა. ერთადერთი შეიძლება დიდმა ბრიტანეთმა, იმიტომ დიდი ბრიტანეთი არის ნომერ პირველი მტერი ევროპის. კი.
ნომერ პირველი მტერი ამერიკის. ბუდია ეგ, ბუდე. რა თქმა უნდა. და ნომერ პირველი მტერი რუსეთის. ეს სამი და მე მინდა გავიხსენო ახლა გუშინ ვნახე მედვედევის სასწაული გამონათქვამი ახლა ყოველ შემთხვევაში ეს კაცი შეიძლება ძალაუფლება რაიმე არ აქვს, მაგრამ ასეთ განცხადებას პუტინის გარეშე ბუნებრივი ვერ გააკეთებ. კი ბატონო. რომ აი რუსოფობები რომლებიც არიანო ევროპაშიო, მაგათ ვერთიო ჩვენი ახალი რაკეტები უშველისო რა, ჭყვაზე მაგენი მოიყვანსო რა. როცა ამას უშიშროების საბჭოს დივანის მოადგილე ამას ამბობს, რაღაცა განიხილება, ხო? კი, აუცილებლად. რაღაცა განიხილება და რა განიხილება? უბრალოდ მე არ ვიცი ახლა რა განიხილება მართალია, მაგრამ ბუნებრივია რომ ტრამპი არ მოსულიყო, ჩვენ ამ შემოდგომაზე ნატოსა და რუსეთის შეჯახებას ვნახავდით. არის ეს უკვე. ეს არის უკვე. ეხლა რა მინდა, ნახეთ, აი სწორედ ისეთ საკითხებს შეეხეთ თქვენ. ესე იგი, მოკლედ ეს უკრაინის ომი იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ დაესუსტებიათ რუსეთი. გააძლიერა რუსეთი. და ამიტომ იყო უნდა ჩართვა საქართველოსი მეორე ფრონტის გახსნა, ასე არ გამოუვიდათ მე ხან კურსკი იჩალისეს ხან ინტერესო ბოდიჟი. დიახ. იმდენად დებილები არიან, რომ საქართველოსდან ცეცხლის გახსნა რუსეთ არანაირად არ დაასუსტებდა. არა კაცო. კიდევ ერთხელ გიმიორებ 4 საათის განმავლობაში საერო დარტყმებით ნეიტრალი იმას გაგვიკეთებ პარალიზირებს. კი, ხო და ნახე მართალი რა თქმა უნდა, გეთანხმებით. რუსეთი არაფერს არ წააგებდა. გეთანხმებით, ბატონო ჯუმბერ, ხო? ხო და ესე იგი მოკლედ ეს პროცესები არ გამოვიდათ. ხან რას. ეხლა საზოგადოებას მინდა უთხრა და იმ სლავა უკრაინჩიკებს კიდევ რო არის შემორჩენილი მე ავამტყარი. არიან კიდე? არის კაცო როგორ არის. აი Facebook-ზე აღხდება. აი რო გამოდია. კი გამოდია. არის ხო? მოკლედ ეხლა რა მოუტანა უკრაინას ომმა? ხომ კარგად ხედავთ თქვენ ბატონო ჯუმბერ, ხო? ტერიტორიების დაკარგვა. ხო, ამის გარდა ძვინვარებს კორუფცია. მილიონი ადამიანი მკვდარია. ძვინვარებს კორუფცია. ცოცხალი ძალა და უკრაინა განადგურდა. ახლა რა ხდება? ერთი სიტყვით, ამ ომში თვითონ უკრაინელებმა, უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ და ხელმძღვანელმა პირებმა მოითვეს ხელი. მილიონების შორის. ხო. საწყალ ხალხს, ესე იგი, მიედინებიან ამ სასაკლაოზე და შექმნეს რაღაცა ისეთი ფონდები, შექმნეს რაღაც ისეთი ორგანიზაციები, სადაც ილექებს ფული, გაიგე? და ამას იძენ ჩინოვნიკები ჯიბეში. ეხლა მე ვერ წარმოვიდგენი თუ უკრაინის ბიუჯეტში კვლავ იქნებოდა ის მარიუპოლის დაფინანსება, დონეცკის, ლუგანსკის, ხო, დაფინანსება. ესე იგი, ეს ფული სად მიდის? თითქოს იქ მიდის ხელფასები, იქ მიდის პენსიები, სინამდვილეში მე არაფერი არ მიდის. ეს ჩადის ერთეულებს ჯიბეში. ეხლა დნეპროპეტროვსკის ერთ-ერთი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხო? ეს არის სერგეი ლისკი, ეს არის ძალიან ახლობელი და ძალიან ესე იგი წითელ კავშირში არის უკრაინის SBU-ს ხელმძღვანელის ვასილია მალუკასის ხელმძღვანელი ის არის, რომელიც ეს თვითონ ეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი არის, აქ რაღაც თვითონს გაკეთებული პროექტები, გაიგე? აი, იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა შენდება. მისამართი ვერ ნახეს. ხო, მისამართი ვერ იპოვეს, სად შენდება ეს. გერმანიის ჟურნალისტმა ეძება და მილიონები ილაქება ამაში, ხო. იქ თითქოს და ესე იგი ლოჯისტიკისთვის რაღაც მთელი რაღაც გარკვეული ორგანიზაციები შექმნილი, რომელიც ეხმარება თითქოს უკრაინის ჯარს და ამაზე ფული მიდის, ისიც ვერ იპოვეს. ამის გარდა კვების პროდუქტების მომარაგების საკითხებს თურმე უწევს ორგანიზება და მისი შესყიდვები და ის იქ არაფერი არ მედის. ისე ჭურვების, საბრძოლო მასალის და ეს თელი ეს თანხები, ხო? რომელიც თანხებიც არის ამისთვის გამოყოფილი, მიდის ამ ადამიანების ჯიბეში. და წინახაზე იქ ჯარისკაცებს არაფერი არ ხმარდებათ. და ამაც პასუხს არავინ არ აგებინებს. როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვი ხომ მთელი ამ კორუფციულ სქემაში იყო. მოადრობო ეკითხებათ ყველას. და ამის გარდა კიდევ ბატონო ჯუბენ, ნახეთ რა ხდება ის ტექნიკა, ის იარაღი და ის საბრძოლო მასალები, რომლებიც მოდიოდა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბაიდენის ხელისუფლების დროს, ხო? ეხლა იქ ხო ძირითადი ნაწილი არ მიდიოდა. ძირითადი ნაწილი გადაიყიდა თურმე სხვადასხვა სირიაში, ისრაელში, პალესტინა და ამიტომ ტერორისტების ხელში კიდევ ძალიან ბევრი. და ეხლა კიდევ საიტებზე გამოჩნდა, კაცო, ჯაველინები ესე თვითონ უკრაინის საიტებს, კი. უკრაინის საიტებზე, რომ კიდიან, უკვე ამას იყიდება, გესმით რაშია საქმე. ამას როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ? მთელი ეს კორუფციული სქემა, რომელიც დღეს უკრაინაში ტრიალებს,
ელიტა უკრაინის ხელისუფლების ელიტაში. ხო, ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ზელენსკის ზელენსკიმდე მიდის ეს ყველაფერი? ზელენსკის არის საქმის ყურში, ჩაბმულია ამაში და თვალებს ხუჭავს და იმიტომ არის რომ კვირის და კივის და წივის რომ მე არაფერიო ვალი არა მაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისო და მთელი ამ იმას მთელი ეს თავისი გუნდი რომელი გუნდის ეხლა ყველა გუბერნატორი მაგისია ხო? ყველა ის მინისტრი მაგისი არის ხო? ეს ყველა გუბერნატორი, მინისტრები და კომისარიატები, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ცნობებს აყალბებენ, ადამიანებს ადლებენ ცნობებს, რომ თითქოს ის არ ექვემდებარება სამხედრო გაწვევას, ხო? ესენი, აი ისინი $1000 ხო, ესენი ამას ყველაფერი ხო აბსოლუტურად ღიათაა ნათლად არის, ხო? ბატონო ტრისტან, როგორც სააკაშვილის დროს, სააკაშვილის მემბართვის გარეშე არაფერი არ ხდებოდა. დიახ. ისე არ ხდება ზელენსკის და მისი იმ ხუთკაციანი არახამია და ისინი რო ყავს იმ ხუთკაცის გარეშე არაფერი არ ხდება აბსოლუტურად და ვერც მოხდება. იმიტომ რომ ისინი არიან ამ ყველაფრის დამფუძნებლები. ამ ყველაფრის ორგანიზატორები ისინი არიან. როგორც სააკაშვილის ოჯახმა მაგალითად სამყიან ომში ამდენი ფული მოიპარა, დიახ. ის სქემა გადავიდა უკრაინაში. ეს სქემა არ არის არც უკრაინელების დაწერილი და არც სააკაშვილის დაწერილი არ იყო. ეს იყო იმ ომის პარტიის დაწერილი და იქიდან იმათანაც მიდის ეს ფული. ბუნებრივია იმათანაც მიდის ეს აბა სხვა ფერად იმათ რევოლუციებს ვერ მოახდენთ, ხო? ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, მე იმას არ უსურვებდი არც ჩემ მტერს. და ის რაც ზელენსკის მოუვა შემდგომში, ამასაც არ უსურვებდი არც ჩემ მტერს. რადგან საზოგადოება უკრაინისა არის უკვე ძალიან გაბრაზებული. მე რაც ვიცი და მე რაც კავშირები მაქვს, ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ, კაცო, ჩემი მეგვარები ცხოვრობენ და ესე გავთიქით. ეხლა უყურე 1000-დან $2000 ღირს ცნობა რომ ხარ ისა მაგრამ ესეც ხშირ შემთხვევაში თუ იმ აბალავაში მოხდი არ სჭრის. ახლა იზოლებით გაწევის პროცესი რომ დაიწყო. კომისარიატში $5000 ღირს. უკრაინის ტერიტორიის დატოვება $20000 ღირს. გაგაპარონ და გაგიყვან $20000 ღირს. ეს ყველაფერი ეხლა მე საქართველოში თბილისში ვიცი და ზელენსკი მარიცის. მას უშიშროება ყავთ. და რა თქმა უნდა ეს არის მისი უშიშროება SBO-ს ხელმძღვანელი ჩართული ამ კორუფციული სქემებში. აი ბატონო ხო და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ მე პრეზიდენტი ვარ და ჩემი კაკებს უბრალოდ რას აკეთებს მე არ მეცოდინებ. როგორ არ გეცოდინებ? რა თქმა უნდა ის ჩემთან შეუთანხმებელი ვერც გააკეთებს ამ ყველაფერს ხო? პასუხი მოეთხოვება და მე დარწმუნებული ვარ რატომღაც მგონია რომ არა ტრამპი მაგას არ აპატიებს. იქ ყველ ის არის ბიზნესმენი და თითოეულ კაპექს დაუვლის. ჩემი აზრით. გარდა ტრამპისა ნახეთ ახლა რა ხდება. ხო რაღაც გარკვეული შეთანხმებები იყო და რუსეთი წავიდა იმ შეთანხმებაზე რომ უნდა შეწყვეტილი იყო ცეცხლი ენერგო ობიექტების დაბომბვასთან დაკავშირებით. ამას შეთანხმებას თითქოს მიაღწიეს, მაგრამ ვერ მიაღწიეს. უკრაინის მხარე კვლავ აგრძელებს ენერგო იმას ობიექტების დაბომბვას, ხო? კვლავ აგრძელებს. კვლავ ესე იგი ერთი სიტყვით რაღაც თითქოს და ცელობა იყო იმასთან დაკავშირებით რომ ზელენსკი თანახმა იყო რომ ტრამპისთვის მიეცა ის წიაღისეულები და ამაზეც უკვე იმას ამაზეც რაღაც ტრამპის განცხადებები და ნახეთ ახლა რა ხდება ამ თესტის შეწყვეტის შემდგომ უნდა დაეწყოთ უკვე ფიქრი და მუშაობა იმაზე როგორ უნდა ჩაეტარებიათ არჩევნები უკრაინაში ხო არჩევნები მაინც ჩატარდება არა ნახეთ რა ხდება არჩევნები ჩატარდება და თავისთავად ცხადი არის რომ ამ არჩევნებში ზელენსკი კრავს განიცდის ბუნებრივია ეს დამთავრებული საკითხია ამის შემდეგ ხო ზელენსკის უკვე ის მუშკაზე ზის ხო რა თქმა უნდა შემთხვევითი არ იყო ბატონო ტრისტა რომ ამერიკის მა რა ქვია თვალწე ვიცე-პრეზიდენტმა მიანიშნა რომ რაღაც გარანტიებს მოგცემთ თუ და ჩაატარე ანუ აქ უკვე გარანტიებზეა საუბარი მაგრამ სამწუხაროდ რა ვიცი დიდი ბრიტანეთი თუ მიცემს მაგას გარანტიებს ერთადერთი ბრიტანეთი მაგრამ ეხლა როგორც წესი უყურე ყველა მილიარდერი დიდი ბრიტანეთში იკვდება ხო ხო იქ ხელმისაწვდომია ზოგს გული უხდება ზოგი ხო იქ ხელმისაწვდომია იოლია იქ ყიდვა კაკების მათ კაკების ყიდვა იოლია როგორც ჩანს და ასე რომ ის რაც ზელენსკიმ უკრაინას გაუკეთა ჩემ ტერს ეყურებოდეს მილიონამდე მხოლოდ და მხოლოდ მე გავამბობ სამხედრო პირიან კარდაცვლილი მილიონამდე ეს არ არის რუსული ინფორმაცია ეს არის გერმანული პირადად ერთ ძალიან რუსეთის მოძული ჟურნალისტია გერმანიის ერთ-ერთ კანალზე
და მან თქვენს მიერ დასახელებული ეძება და უშუალოდ მან აღიარა რომ მე ვერ ვნახე ის ტერიტორიებიო მისამართის და სამხედრო ინფრასტრუქტურების შეძლებები. მისამართი რაც არის მიითითებული, ხო? რომელსაც დნეპროპეტროვსკის ისა ადმინისტრაციის ხელმძღვანელია ჩართული. რუსეთის ნომერ პირველი მოძულე ჟურნალისტი რომ ამას უკვე განაცხადებს გერმანიის ცენტრალურ ტელევიზიაში. ეს რაღაცას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ზელენსკიმ მარტო მოკავშირე ყავს უკვე დიდი ბრიტანეთი. მეტი არა. ეხლა უყურე აქ სხვა რაღაცა არის. აქ არის ერთი რაღაცა. დიდი ბრიტანეთი უკვე ხელს ურევს თურქეთის შიდა საქმეებში. უნდათ, უყურეთ, უნდათ ერდოგანის ჩამოცილება, ომის პარტიის მოყვანა და სურვილი აქვს, რომ თურქეთი და რუსეთი წაგინონ. რომ თურქეთსა და რუსეთს შორის მოხდეს ომი. მოდი პირდაპირ ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის მიზანი არის ეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სადავართ? ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ იქ სახმელეთო ოპერაციებზე წავიდა საუბარი. საქართველოს იქნება ყველაფერი. რა თქმა უნდა, თუ სახმელეთო ოპერაციებზე წავიდა საუბარი, ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ თურქეთში თუ ხელისუფლება შეიძლება კიდე მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან არ დააპირებს რაიმე კონფლიქტის იმას. თქვენ დიდი ბრიტანეთი ახსენეთ და ხო გახსოვთ თურქეთში ისა რო შეხვდა ეს რომ შედგა შეხვედრა რო შედგა უკრაინული მხარეს და რუსული მხარეს. ჩავიდა და დაუვარცხელი გაბოძგული კაცი ჩამოვიდა უკრაინაში და ჩაშალა ყველაფერი. ბორი ჯონსონი ჩავიდა და ყოველთვის ისინი ცდილობენ რომ ის პროცესები, რომელი პროცესები საფუძველზე რაღაცნაირად სიტუაციები დალაგდება, ეს ჩაშალა. ისტორიულად ბატონო ტრისტან, ისტორიულად თურქეთი და რუსეთი არიან მტრები, ისტორიულად. კი. ეხლა თუ პატარა რაღაცა ეკონომიკური თვალსაზრისით მათ შორის ურთიერთობა დასტაბილურდა, ეს იმას არნიშნავს, ისინი მოყურები არიან. ბრიტანეთი, მაგრამ პოლიტიკური ლავირები საფუძველზე რაღაცნაირად ხდება, ხო, არა, ხო. კიდე ერთხელ ვიმეორებ. ბრიტანეთი არ მოისმენებს, სანამ ის ტერიტორიაზე ომს არ ნახავს. მაგრამ იმდენად ის ეშმაკია, რომ უნდა თურქეთის ხელით გააკეთო. ტრამპმა თქვა, მეხუთე პუნქტი არ ამოქმედებაო, ანუ ამერიკა არ ჩაერევაო, თუ ევროპასა და რუსეთს შორის ამე ომი მოხდებაო. მეხუთე პუნქტს არ ამოქმედებთო და მე არ მივიღებ მაგაში მონაწილეობას. ეხლა უყურეთ, ნატოში პირველი ამერიკის ჯარია, მეორე 1,200,000 თურქული ჯარია. მართალია ახლა 2 მილიონზე გაზარდა იმანა პუტინმა მისი ჯარი, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ სახმელეთო ბრძოლები მოხდა აუცილებელი, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე სატრანზიტო ვარ და სხვა სხვა ტანკები და არა და ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ერთადერთი რის იმედიც მაქვს, იმის იმედი მაქვს, რომ თურქეთში თუ ვინმე შეცვლის ერდოგანს, შეცვლის ისეთი ადამიანი, რომელი ადამიანიც წინ აღუდგება ბრიტანეთის სურვილს. თორე ის რომ ბრიტანეთს ამის სურვილი აქვს, ნიშნები იკვეთება, მეგონა რომ მე ყოველთვის ვისმენ თურქეთის ინფორმაციებს, იმიტომ რომ შეშინებული ვარ, მურწმუნად გეუბნები, იმიტომ რომ რუსეთსა და თურქეთს შორის რაიმე დაძაბულობა მოხდეს, ჩვენ ვართ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში. კი ბატონო. ეხლა მოდი ამ უკრაინას დაუბრუნდეთ, ეხლა ნახეთ ჩვენ სწორედ იქ მივედით, რასაც ეხლა იმ დასკვნამდე მივედით, რომ რასაც ჩვენ ფიქრობთ და საზოგადოების დიდი ნაწილი. ანუ თუ უკრაინაში ომი დამთავრდა და მოხდა შეთანხმება, ეხლა ეს კორუფცია ხომ ძვინარებს უკვე ყველა სფეროებში აბსოლუტურად, ეს რეალურად უკვე ფაქტი არის, ეს ჩანს, ამას არა თუ მარტო კულარებში საუბრობენ, თქვენთვის არ იყოს უკვე ისეთი ჟურნალისტების ამბობენ, ამას რომელი ჟურნალისტების არის დაპირისპირებული რუსეთთან, ხო? ისეთი ჟურნალისტების ამბობენ. ეს ისმის ევროპის მხრიდანაც უკვე. ეს ისმის ეხლა ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ ამის შესახებ და არაერთხელ ვთქვით, ხო? და ეხლაც ვამბობთ კიდე რომ ყველა სფეროში კორუფცია არის უკვე აბსოლუტურად და უკვე ჩაფრულია კორუფცია, კონკრეტული ადამიანები ჩანს. პირდაპირ ვთქვათ. ხო, კონკრეტულად უკრაინა სახელმწიფო აღარ არსებობს. ეს არის ზელენსკის კანტორა. კი. კონკრეტულად ხო, ეს ზელენსკის კანტორა, რომელიც უკვე მთლიანად ამ კორუფციულ სქემაში არის, ხო, ეს ministrები, ეს გუბერნატორები, რა ვიცი, მრჩევლები სულ ყველა, ხო? აქ არის საუბარი სწორედ იმ ფინანსებზე, რომელიც ფინანსების შემოედინებოდა დასავლეთიდან, შემოედინებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასა იარაღის გადაყიდვები, ეს რაღაც ვითომ და სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობები და
ამას ეხლა ეს პირდაპირ ღიად თქვა, ხო? აი ნათლად ჩანს, რომ უშუალოდ მონაწილე არის ამის ზელენსკი და ხელმძღვანელი ზელენსკი არის, ხო? ეხლა ზელენსკის, ესე იგი, სიტუაცია უფრო მეტ იმაში რომ გადავიდეს, აი დაპირისპირებაში, მისთვის ეს უფრო მისაღები არის, ვიდრე რაღაცა ზელენსკის არ აწყობს მშვიდობა. ომის დამთავრება, მშვიდობა არ აწყობს. მშვიდობა არ აწყობს ზელენსკი, დადგება მშვიდობა მოეთხოვა პასუხი. სანამ ომი არის, მისი საპრეზიდენტო ვადა ხანგრძლივდება. როგორც დადგება მშვიდობა უკრაინაში, ეგრევე მოეკითხება პასუხი. ვერც სააკაშვილი არ ფიქრობდა თავის პერიოდში, რომ ის გასამართლებოდა ციხეში დაждდება 12 წელი. და კიდევ ახლა ახალ მუხტს აუგენებდა. ხო, სამშობლოს სამშობლოს ხო. ასე რომ თუ ვინმეს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს, ეს არის ზელენსკი და მისი გამანდა, მისი დუქანი. თორემ სოფლიო დაიღალა ამ ომით. ევროპას დაიღალა. ევროპაში აუტანელი ცხოვრება გახდა. ამიტომ თუ ვინმეს არ აწყობს, ბუნებრივია ზელენსკის. იმიტომ მშვიდობიან პერიოდში ყველას თავისი ქმედებების და მოეთხოვება. საშინელება ტრიალებს ახლა. საწავა მე. თქვენ ფიქრობთ, რომ ისრაელი მაგას თავში საფარს მიცემს? არ მიცემს. არ მიცემს ისრაელი, არ მიცემს. ისრაელს თავის პრობლემები ყოფნის და რუსეთთან ურთიერთობას არ გაეფუჭებს. ვინც მაგას თავში საფარს მიცემს პოლიტიკურს, ის რუსეთის მომერ პირველი მტერია. კაცმა პირდაპირ თქვა. ბრიტანეთი მიცემს. ხო, კაცმა პუტინმა პირდაპირ თქვა. მე ეს კაცი არ მინდა იქ. გასწორიც არის, და სადაც იქნება იქ მოუძებნიო, ესეც დააყოლა. არაპატიებს, ხო, ეს არაპატიებს. დააყოლა, ხო? ფრინავს არაპატიებს, ხო, ეს რომელიღაც ესა გაიტაცა. გეთაღმები. იმათ არაპატია, იმას არაპატია და სწორიც არის, იმიტომ ღალატი არაპატია. ღალატი ფრინავ ხო? ღალატი არაპატიება არ არის, გაიგე და. იცი რა არის? პოლიტიკაში იქნება ეს, სადაც არ უნდა იყო. ღალატი, ორპირობა და არაკაცობა არის ყველგან არაკაცობა. მით უმეტეს ზელენსკი უღალატა უკრაინელ ხალხს. ზელენსკი მოვიდა შვიდობის ხარჯზე, შვიდობის ლოზუნგი. კი, შვიდობის ლოზუნგით მოვიდა. არაპატია. ესე იგი მოატყვილა უკრაინელი ხალხი მოატყვილა. ხო რომ მე ესე იგი დავიწყებ დალაგებას რუსეთთან ურთიერთობებისთვის და კი არ დაიწყო პირიქით ამოჟლიტა. ამოჟლიტა ნახევარზე მეტი უკრაინა. აღარ არსებობს უკრაინა, უკვე დანგრეულია. ოპოზიცია გააუქმა, ტელევიზიები გააუქმა, თავისუფალი სიტყვა მოკლა. და ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინაში დემოკრატია არის და საქართველოს მშვიდობა შევინარჩუნეთ. და ჩვენ ყოფილა TV პირველს რაც სულ და გამოვა ლაკმოვს. ნუ და ისა შამნოდარა. ხო. და ჩვენთან არის დიქტატურა. ეხლა ეს ორმაგი სტანდარტი, ამას ხომ საზოგადოება, ამას მე ვინც ვერ მისმენს. ხომ ხედავ ზოგადად. 29-ში ხდება უკვე 29-ში ჩაატარა ელჩებმა თათფირი ამ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს 29-ში ნახე და 31-ში გამოვიდნენ და ამ თათფირზე მიღებული დავალებებით პილოტექნიკის როლა დაიწყეს ისევე. კი ბატონო, მაგრამ იქ შავი ფულების დარიგდა მე როგორც საელჩოების დება ფულებს ახლა, ხო? უკვე როგორ შემოდის, უკვე საელჩოები ჩაებინა ამ შავი ფულების იმით რა ქვია დარიგებით. და ამაზე სახელმწიფო მოატარა, იცი რა, მე მაგალითად ლიტვის ელჩს გავაძევდი. ძალიან თავხედავს. გავაძევდი. ევროკავშირის ეს გავაძევდი. არა თუ მარტო გერმანიის ელჩი რა დღეშია ხო უკვე კაცო რა ეგეს რასკადრულობს, გაიგე და ევროკავშირის ელჩი ხო ახლა შეცვალა ის ევროკავშირის ელჩი არის მეორე კელი დეგნანი, გაიგე. ამერიკის ელჩი ხო და ხმას ვეღარ იღებს უკვე. ვეღარ იღებს, იმიტომ ჩავიდა ინსტრუქციები მიიღო იქიდან და უკვე ვეღარ იღებს. ეხლა ევროკავშირის ელჩმა აიღო ეს თავისავს ზოგადად. ბიჭო, შენ რო სახელმწიფო ხარ, იცი რა, უნდა მიიღო რადიკალურ მალადეც ყველაფერზე მადლობელი ვარ. მაგრამ ელჩები, რომლებიც შენ სახელმწიფოში შიგა საქმეებში ერევიან, იმათ უნდა გაუკეთონ პერსონა ნონ გრატა, უნდა გამოაცხადოს და გააძევოს. უფლება. ან ეხლა იმ გერმანიის იმას დეპუტატებს რო უშვე, ბიჭო, ჩამოვიდა შენ მიტინგზე დაესწრო, იქ განცხადებები გააკეთა და იმას სახელმწიფოში უშვებ, რატომ? არ შემოუშვე სახელმწიფოში, ნუ მტერია ხო? როდემდე შეიძლება სამშობლოს მტრები შემოდიოდნენ ქვეყანაში. ბატონო ჯუბერ, ჩვენი დრო უკვე იწურება, ძალიან საინტერესო ის გააკეთეთ ანალიზი და ძალიან საინტერესოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან გადაცემაში, რადგან თქვენ აყვედაპირ ამბობთ იმას და უხსნით საზოგადოებას, რაც რეალურად ხდება, ხო? თვითფასო ტელემაყურებლებო და გლეხის ენაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ეს არის თავარი, გაიგე და არა რაღაცა ისეთი სიტყვები, რომელსაც ვაფშე საერთოდ ვერ ანალოგებულობს, გაიგე? ხო, თვითფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ყოველთვის ვამბობთ იმას, რაც ჭირდება საქართველოს მოსახლეობას, რაც ჭირდება საერთაშორისო ამას საზოგადოებას, ხო? ამიტომ არის ნახეთ ახლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ, დღეს ეს მართლაც ხდება და მართლაც ასე იყო და მე იმედი მაქვს, რომ
ეს საპარლამენტო კომისია, რომელიც მიყვება ამ საკითხებს, ხო, სწორედ დაიწყებს გამოძიებას იმასთან დაკავშირებით, ვის უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და დასჯის იმ ადამიანებს და ფაქტიურად სამართალი, რომელიც უკვე ურმით მოცოცავს, დაიწყო ამ ურემმა საფრთხებით მუშაობა და ის ძალიან მალე დაგვანახებს შედეგებს და ყველა ის ადამიანები, რომელი ადამიანები ტრულად იყო გაწყობილი ამ ქვეყანაზე და რომელი ადამიანები ანგრევდა ქვეყნის როგორც პოლიტიკას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, ისინი პასუხს აგებენ და ისინი მათ მოეთხოვათ პასუხი. კაცი, ადამიანმა საქართველოში, რომელიც დღეს ცხოვრობს და არის გლეხი და მუშა ადამიანი, მათმა უნდა ეგზნონ თავი, რომ ის არის დაცული მისი სახელმწიფოდან და მისი სახელმწიფოს კანონებით და ხელისუფლებიდან. ეს უნდა გააკეთეს და ამას გააკეთებს ეს კომისია და ამას იმედს ვიტოვებ, ჩვენ გვინდა რომ გააკეთოს. თუ გააკეთებთ, მადლობელი ვიქნებით. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, იმედი გვაქვს და წამს რომ ყველაფერი დალაგდება ამ ქვეყანაში და ხალხი იგრძნობს სიმშვიდეს და იგრძნობს ეკონომიკურ, რომ მეტყვი, თავისუფლებას. კარგად მანდებოდეთ.